ჩვენ ახლა ხედავთ, რომ ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებასთან ერთად კიდევ უფრო გაცხოველდა ის პროცესები, რაც მანამდე შეიძლება ცოტა უფრო მოთოკილი იყო იმის წყალობით, რომ რაღაც ეს ევროინტეგრაციის პროცესში ქმნიდა ინსტიტუციურ რაღაც მექანიზმებს და აქ რას გულისხმობ პირველ რიგში ხო უკონტროლო რესურსების მითვისება, ერთი კონკრეტული ჯგუფის გამდიდრება ხალხის ხარჯზე და ანუ ყველანაირი პოლიტიკური, სამოქალაქო, ეკონომიკური უფლებების მოგვილებობა ხო? თუ დაუშვათ გავყვებით მათ ლოგიკას, რომ ესე იგი მათ რაღაცას სთხოვდა deep state-ი, ამას შეეწინააღმდეგენ, სუვერენიტეტი დაიცვეს, რა უშლის ახლა მათ ხელს ხო, რომ ბავშვებს წამალი რო ჭირდებათ 40 დღეზე მეტი მშობლებს არ უწევდეთ წვიმაში და ქარში ღამის გათენება. რა უშლით ხელს, რომ ის უამრავი სოციალური პრობლემები რაც არის ამ ქვეყანაში, ის პრობლემები მოგვარდეს. ბოლო განსაკუთრებით 2 წელია 2024-ის შემდეგ ჩვენ ანუ ერთი პოზიტიური საკანონმდებლო ინიციატივა არ მახსენდება მათი მხრიდან. ყველა საკანონმდებლო ინიციატივა რაც იყო, რაც ერთ დღეში დაჩქარებულად რამდენიმე საათში მიიღეს ხოლმე, ყველა თითქმის ხო, იყო რომ რაღაცის აკრძალვა, დაჭერები, გამკაცრება, ჯარიმები და მეტი არაფერი. არანაირი პოზიტიური დღის წესრიგი არ ყოფილა ამ ქვეყანაში.